საინტერესო გადაცემის მეორე ბლოკი გელოდებათ, რა სიგნალს იღებს ბიზნესის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის 15%-მდე შენელებით. ნიკოლო ზალავიძე გვეყოლება სტუმრად, ჩვენ მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი GeoCase-ის წარმომადგენელი და ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ბატონ ნიკოლოს, ჩვენ ძალიან ფართოდ საუბრობთ სხვადასხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე თუ პროგნოზებზე. მინდა რომ დღევანდელ გადაცემაში ძალიან ბევრ საკითხს შევეხოთ, თუმცა თავარი თემა მაინც საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის 15%-მდე შენელება არის. რა სიგნალია ეს მოსახლეობისთვის და როგორ განგვიმარტავთ, რა სიგნალია ეს ბიზნესისთვის? დიდი მადლობა გიგი კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ამ საჭირო საკითხებს რო შევეხოთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და კარგი, როცა რაღაცა მცირდება და ეს რაღაცა არის საკრედიტო აქტივობის შემცირება, ანუ აქ პირდაპირ ამ პორტფელის შემცირებას არ დაუკავშირებდი, აქტივობის შემცირებიდან გამომდინარეობს ეს და რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მოვლენა არ არის, ეს ცოცხალი პროცესია, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ იმ პრიზმაში, სადაც ჩვენ ახლა ვართ, განსაკუთრებით ბოლო 3 წელია უკვე და უფრო ყოველდღე აქტიურად შევდივართ. ეს კლება უფრო სიმპტომატური გახდა, გასულ წელსაც მცირე შემცირება იყო, წელსაც მცირე შემცირება და ეს სიგნალი, ის კი არ არის მიმართული ბიზნესის მიმართ ან რაღაცა მოსახლეობის. ეს არის პირიქით დაბლიდან მაღლა მომავალი სიგნალი, რომ ზემოთ, ანუ მართველებმა მსხვილი ბიზნესი იქნება თუ სახელმწიფოებრივი მართლობითი სტრუქტურები იქნება, რამდენად როგორი ლეგიტიმაციით და როგორი ინსტიტუციონალიზაციით არიან, ამაზე საუბარი არ აქვს, რა თქმა უნდა, მათთვის რომ ესე იგი რაღაცა ხდება, რაღაცა ის სიგნალია, რომ რაღაცა ფლად კარგად არ არის. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, ეს შემცირება რა, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ნაკლები მცირე ბიზნესი, უფრო მცირე ბიზნესი, იმიტომ რომ აი ჩაშლილი ნაწილი რო იყო, უფრო მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის ეს დიდი წვლილი, რომელიც არის ნებისმიერი ეკონომიკის ფუნდამენტი და მთავარი ღერძი. ჩვენ ახლა შევადაროთ ალეგორიულად ხედავთ, მაგალითად ვენეციაში რო ხედავთ წყლის ზემოთ ლამაზ სახლებს, რომლებიც რამოდენიმე ასეული წელია დგას და ბედნიერება. ეს სახლები დგას რაღაცა დიდ ხიმიჯებზე, ღერძებზე, რომელიც არის ღრმად წყალში ჩასული, უძლებს იმ მარილიან წყალს, იმ ზეგავლენებს და ისინი აკავებენ ამ ყველაფერს. მცირე ბიზნესიც ალეგორიულად ვთქვათ, არის ესეთი რაღაც, რომელსაც დგას მერე ეს გაპრანჭული, გამოლამაზებული ძალიან მსხვილი ბიზნესები, რომელსაც სხვა დადებითი და თავისი უპირატესობები გააჩნიათ და თავისი, ასე ვთქვათ, უფრო თავდაცვის მეტი ფაქტორი გააჩნიათ, თუნდაც ლობირების ნაწილში. ნიკოლოს, როგორ უნდა დაგვიშვათ ხა შეკითხვა, რომ ძალიან მარტივად გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს, რაზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში საკითხის აქტუალურობა რომ წამოვწიოთ წინ. რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორი, ანუ ჩვენ ახლა ინდიკატორად ვიღებთ საბანკო სექტორს და საბანკო აქტივობას, ხო, დაკრედიტების აქტივობას. ვიცით რომ საბანკო სისტემა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ნომერ პირველი თუ არა, კაი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არა, კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვიტყობ. მათი აქტივების, აი ორი ბანკის თუნდაც, წამყვანი ბანკის აქტივების მოცულობა რომ დავადაროთ ქვეყნის მთლიან ეკონომიკას, ყველაფერი ნათელი იქნება. ანუ მინდა რომ ეს საკითხი წარმოვწიოთ, რამდენად ეს ციფრი 15%-მდე შემცირება აქვს გადადინების ეფექტი, ანუ რამდენად შეგვიძლია ინდიკატორად ავიღოთ ქვეყნის ჯამურად ეკონომიკური აქტივობით. კი, სრულიად თამამად და თავისუფლად შეგვიძლია ავიღოთ და ზუსტად აქეთკენ მივიდიოდი მე ცოტა უბრალოდ ძალიან გრძელი გზით დავიწყე და დავამოკლოთ, გაგისაგები რომ იყოს ეს ინდიკატორი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზი რო გაუშვათ საბანკო სექტორს, რომელიც უმნიშვნელოვანესია, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს კიდევ უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ ვიცით 90-იანი წლები ძალიან კარგად გვახსოვს, ერთადერთი შემდგარი სეგმენტი, რომელიც იყო გახდა კერძო ბანკი, რომელიც იყო ამ შემთხვევაში TBC ბანკი, მე არა ვარ ამ შემთხვევაში სუბიექტური, იმიტომ რომ სამ უმსხვილეს ქართულ ბანკში მაქვს ნამუშევარი და სამში თანაბრად დიდი პატივისცემა მაქვს და ძალიან დიდი სამეგობრობო და ჩემი კარიერული ზრდისთვის დიდი ინვესტიცია იყო მათი მხრიდან და ამიტომ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო, მაგრამ ეს რეალობაა. TBC ბანკი იყო, რომელმაც პირველმა მიიღო საკრედიტო რეიტინგი ქვეყანაზე ადრე, გაიტანა ქვეყანა და ეს ორი უმსხვილესი ბანკია ამ ქვეყნის მთავარი მომწოდებელი, ასე ვთქვათ, არტერია, საიდანაც პირდაპირ საერთაშორისო ინვესტიციები შემოდიოდა, ცნობადობა იზრდებოდა და ესენი არიან და შემდეგ კიდევ დანარჩენი ჯამში 19 კომერციული ბანკია საქართველოში, მონგებიანები თუ არა მონგებიანები, რომელიც ხელს უწყობენ აი ამ ბიზნესის აქტიურობას. ბიზნესი რო აქტიურობს და რომ მცირდება, კიდევ ერთხელ ასე SME, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს სიმპტომატური მოცემულობა არის საყურადღებო უკვე ჩვენთვის.
იმიტომ რომ აქ რაღაცა ხდება, რომ ეს ხალხი ნაკლებ სესხს იღებს, ანუ ეს სესხი ცუდი ტიპი არ არის, კარგად როგორც ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომ მე რაღაცა საქმეს რო ვაკეთებ, შემიძლია ახლა რაღაცა მასშტაბით გავაკეთო, მაგრამ თუ გარედან კეთილი ვიზია ბანკის ინსტიტუციის სახით დამეხმარება, მენდობა მე რომ მე დამატებით ფული მომცეს რომ მოვიზიდო ეს თანხა და მე სწორად გამოვიყენოთ, ან ფულს მოყვება ასევე რჩევები, დარიგებები და მონიტორინგი, რომელიც კლიენტისთვის მაინც და მაინც არ არის ბედნიერების მომტანი, მაგრამ არის იძულებითი კარგი გაგები დისციპლინა, რომ მე ჩემი ბიზნესი გავზარდო. მცირე საშუალო ბიზნესი რო იზრდება, ხდება მე მსხვილი და უმსხვილესი, მაგრამ ეგრევე ერთ დღეში დონ კიხოტევით არ იბადებიან, ხო? ჩვენ ყველას გვახსოვს ეს გენიალური პერსონაჟი და სერვანტესის ეს უგენიალურესი ანალოგიებით და რა ვიცი რაც გინდათ ჩვენ, რომ 55 წლის ასაკში დაიბადა დონ კიხოტი, ხო? იმიტომ იყო, რომ დროში რო აცდა, ანუ ის პერიოდი გამოტოვა და იმიტომ იყო, რომ რაინდულ სულისკვეთების მასე ეწეოდა. მოკლედ, ვარ გადავედი. ამიტომ მცირე საშუალო ბიზნესისთვის ეს ხარდაჭერა, როგორც ხვილისთვის და როგორც სუპერ პატარისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის, ბანკის არსებობა მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა მიარსებობს და იყოს. როცა ხდება ამისი შემცირება და ეს უკვე სიმპტომატურად გრძელდება, განგზობითი მეორე წელი, პრობლემა არის უკვე დაბლიდან მაღლა ის სიგნალი მიდის, რომ რაღაცა დაინახეთ, ჩვენთან რაღაცა ესეთი ვერ ხდება. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, მე არ ჩაუღრმავდები ამ მიზეზებს და რაღაცა არ ვიმკითხავთ, მაგრამ თქვათ ის, რომ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა მცირდება. ანუ ეს ბიზნესები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, იქნება ეს იმპორტზე დამოკიდებული წმინდად თუ იქნება ეს რაღაც მომსახურებას დამოკიდებული თუ რაღაცის ახალი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლამდე მიდის, მათ 15%-ით პირობად შეიძლება ეს უფრო მეტი იყოს, მულტიპლიკაციური ეფექტი ამას დიდი აქვს უფრო და გრძელვადაში გაცილებით მეტი აქვს. ნაკლები სერვისი მიაქვთ, ან ნაკლები პროდუქტი მიაქვთ, ან ნაკლები იმპორტირით შემოაქვთ რეალური პროდუქცია, რომელიც შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის პროდუქტი ხდება, რომელიც რაღაც მარჟით შემდეგ აქ იყიდება, ის მარჟა მე უკან ბიზნესში ბრუნდება, მოგებაში ბრუნდება, იმიტომ ეს ხო არის გრძელი ჯაჭვური რეაქცია. ეს ბიზნესი რომ ამ ბიზნეს აკეთებს და აგენერებს რაღაც შემოსავალს, ის მერე ამ მიღებული სარგებელიდან ის ხარჯავს უკვე სხვადასხვა მცირე ბიზნესებში, ხო? სერვის ყიდულობ ეხლა კი ვისვენებთ უკვე, მაგრამ ცოტა ხანში ისევ თავიდან დაიწყება, რომ ტრიალი სექტემბრიდან ხო დაგვჭირდება ყველა მშობელს როულის ყიდვა, წეგნის ყიდვა პირობითად, ასე შემდეგ და ეს აი მარტივ გასაგებ ხალხურ ენაზე რომ დავანებოთ რაღაც რთულ ფორმულებზე საუბარს არის ის ღირებულებითი ჯაჭვი საშუალო და მცირე ეკონომიკური აქტივობის, რომელიც დაახლოებით 75% დგას აი ამ სეგმენტზე, მიკრო, მცირე და საშუალო. ეს შემცირება ძირითადი ნაწილით მოდის მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტზე, რომელიც უფრო ნაკლებს რისკავს უკვე, რომელიც უფრო ისე ნაკლები თავდაჯერებულობით უდგება, შესაძლოა. ბანკებისთვის ეს რას ნიშნავს? ხო, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ მას ეს დაბანდების ნაწილი უმცირდება, იმიტომ ჩვენ საბანკო სექტორი საკმაოდ მყარია, საკმაოდ ლიკვიდურია, კარგია, მაგრამ ლიკვიდურობა რომ არის კარგი, არის ასევე ჭყალებში ხალხურ ენაზე თავის ტკივილიც. იმიტომ ლიკვიდურობა რას ნიშნავს? ბანკებს აქვს მოზიდული სახსრები, რომელიც არის დეპოზიტი, რომელიც არის ფიზიკური პირების, კორპორატიული პირების, საბიუჯეტო თანხები, რომელიც ტენდერით იზიდავენ ამას და მიხდიან საკმაოდ მაღალ სარგებელს ამ ფულში, საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდული, საერთაშორისო ინვესტორებისგან მოზიდული და ეს თანხა თუ არ მუშაობს, არის მხოლოდ და მხოლოდ ბალასტი მათთვის და მხოლოდ ხარჯი. ეს თანხა ბანკისთვის მუშაობს, იმხრივ საბანკო სისტემას ძალიან დიდი დასაქმებული კვალიფიციური კადრები ყავს, ახალ და ინოვაციებზეც მუშაობენ ისინი, რომ შეინარჩუნონ ეს კვლევა და ძიება, რომელიც ხარჯიანი ტიპია, მაგრამ აუცილებელია და ამოგებით იმას აფინანსებენ, უხდიან ხელფასებს, რაღაც ქმნიან სხვა ღირებულებებს, მაგრამ ეს ფული თუ არ მუშაობს, თუ არ არის დაბანდებული, უკვე პრობლემა, იმიტომ ისინი ამ მოზიდულ სახსრებში აქეთ იხდიან დეპოზიტის სახით, უკუგებით იხდიან პროცენტის სახით, რომელიც მოზიდული აქვს და რა თქმა უნდა, აინვესტირებენ კიდევ სხვადასხვა არაპირდაპირ აქტივობებში. რაც საბოლოო ჯამში ცოტა უკან ორი ნაბიჯი დავიხილოთ, დიდ სურათს შევხილოთ, ეს ფოკუსი რო გავზარდოთ, არის ინდიკაცია იმისი, რომ ყურადღება ამ პროცესზე მისაქცევი, რა თქმა უნდა, საგანგაშო არ არის, მაგრამ არ უნდა დავამსგავსოთ იმ გურულ ანეკდოტს, ორი გურული რო სამძიმარზე მიდის და საუბრობენ და რა მოვიდა ბიჭო, რაღაც ახალგაზრდა კაცი იყო, რაღაცა რა მოკლაო, ასე უცბათო და გრიპითო და გრიპი მაინც არაფერიო. დაახლოებით ესეა, ხო? ანუ ჩვენ ეს სიმპტომები რა არის, სიმპტომატური სახე მიიღო ამან, განგრძობითია,
საერთო კონტექსტში ვიღაცა აღიარებს, ვიღაცა არ აღიარებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს ეხება ეკონომიკას, აქ არის ციფრები, აქ არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება და რაც სასურველია, რომ ყურადღება მივაქციოთ. ნიკოლოს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ლარიზაციის პოლიტიკაზე და ლარიზაციის პოლიტიკის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში. ხედავთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა კიდევ უფრო გაართულა დღეის მდგომარეობით უცხოურ ვალუტაში სახსრების მიღება და მეტად დამოკიდებულები ვართ ლარზე. აი ეს პროცესი მინდა ოღონდ დღეის მდგომარეობით არა, მინდა რომ გრძელ განგრძობით ვადაში შევხედოთ მისი დასაწყისი, რა გვაქვს დღეს და რა შეიძლება გქონდეს მოკლევადიან პერსპექტივაში. აღარ ვუყურებთ უკვე გრძელ ვადიანს. მოკლევადიან პერსპექტივაში და ზოგადად ლარიზაციაზე რო ვთქვათ რა, ეს რაღაც გუდიანი კაცივით გახდა ეს თემა. თანხაც არის 700.000 ლარს, 750 ლარია. კი, თან ეს 2024 წლიდან დაიწყო იანვრიდან და ჯერ 100-დან 200, მერე თვალწები 350, 400 რაღაცა, ავედით 750-ზე და სრული ბედნიერება. თუმცა ეს პერიოდი ძალიან მოკლეა ამ თითქოს მოდი როგორ მივიღეთ, თვითონ ლარიზაცია ან ეროვნული ვალუტიზაცია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია, რაც იძლევა დამატებით ბერკეტებს ეროვნული ბანკისთვის ფულადი სახსრების მასის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის და საშუალო და გრძელვადაში რაღაცა პროცესების მართვისათვის, მაგრამ ეს ცალკე აღებულია ეს ერთი გზით, ეს არ მიდის, ეს თავისი გზით არ მიდის მარტო და დანარჩენი ეკონომიკა რაღაცა თავისთვის არ უნდა ვითარდებოდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ლარიზაციის პროცესი იყოს თანხმედრაში მთლიანად ეკონომიკურ და პოლიტიკურ აგენდა, დღის წესრიგთან ქვეყნის, კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტულად საქართველოზე საუბარი ამ შემთხვევაში, ასევე იყოს იმ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, სადაც ჩვენ გვინდა მივიდეთ, ხო 3 წელიწადში, 5 წელიწადში, 15 წელიწადში. და დავინახოთ ეს ლარიზაცია, იმიტომ ეს პროცესი, რაც ეხლა დაწყებულია 2024 წლის იანვრიდან და ნელ-ნელა გაიზარდა მივედით 750-მდე, ძალიან მოკლე პერიოდში გრძელდება, აქვს ესეთი ეფექტი მოკლევადიანი, ამას შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი საშუალო და გრძელვადიანი ზრახვები, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს იმისი რესურსი, რომ ამ მოკლევადიანი ნეგატიური, ასე ვთქვათ, ტკივნეული რეფორმის გატარებისთვის გქონდეს რესურსი, რომ საშუალო და გრძელვადაში გვეყოს ის გამძლეობა, ის რესურსი, რომ ჩვენ ცოცხლები დავხვდეთ აი ამ გაბწყინებას ივერიის, მოკლედ რა, ივერია კი გაბწყინება აუცილებლად 100%-ით, ჩემი მეგობრები მიხვდებიან, რასაც ვამბობ ამაზე, მაგრამ ცოცხლები უნდა დავხვდეთ ამ გაბწყინების მომენტს რა, სასურველია რომ მე თუ არა ჩემი შთამომავლები მაინც შეხვდნენ ამ გაბწყინებას რა. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს. სულად ვეთანხმები ამ რეაქციას. 750.000 ლარი. ეხლა უკვე ეს მოკლევადაში რას გვაძლევს და ცალკე აღებული ინსტრუქციით დასაწყისში თქვით, ხო არის რაღაცის ინსტრუქცია, ქაღალდზე წერია. ძალიან კარგი მაგალითია ამისი ისევ და ისევ ქართულ კლასიკურ კინემატოგრაფიაში, არაერთხელ მithქვავს, კიდევ ვიტყვი, რაჭველების კინოს ოძახი მე ყველაზე სწრაფები მსოფლიოში უმაგრესი ალეგორიული გაკვეთილია იქ მოცემული. მე ამ ფილმს საერთოდ кейს სტადად დავშლედი და უნივერსიტეტებში ვასწავლედი ამ кейსებს რა, იქ ადამიანური სისულელის გავლენაზე. იმიტომ რომ იქ რომ თოკით რო ჩამოყავს და 100 ამოვიყავ თუ ჭიდანო კაციო, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს, ქაღალდზე ვიცით რაც წერია, მაგრამ თუ არ არის ეს დიდ კომპლექსურ მიდგომაში ინტეგრირებული და დანარჩენ პროცესებთან ჰარმონიაში არის დიდი პრობლემა და რას გულისხმობ ამაში მოდი ვთქვათ. ლარიზაცია კარგია, მიდის 750.000 ლარამდე გავზარდეთ ჩვენ ეს ისე რომ მშვენიერია, ეს ხსვერა აიღებ, ეხება ძალიან თითქოს მე და შენ ფიზიკური პირები ლარში გვაქვს პირობითად შემოსავალი და ვერ ავიღებ დოლარში, მაგრამ მე რომ ამ ფულს ვიღებ სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნებისათვის ან მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, მე ამ საქართველოში ჩვენი მცირე ბიზნესი ძირითადად აქ ადგილზე ვერ ქმნის ვერაფერს. ან რომ შექმნას, მას სჭირდება საერთაშორისო ბაზარზე იყიდოს რაღაცა მანქანა დანადგარები. მინიმუმ შემოიტანოს და იღებს ნებისმიერ შემთხვევაში იღებს სავალუტო კურსს. ის კურსი მეტნაკლებად არის ჩვენ ვნახეთ 2015 წელს ჩემი იპოთეკური სესხი რაც მაშინ მქონდა გამიორმაგდა ზუსტად 2 კვირაში. და რა თქმა უნდა მე მაინც არ ვენდობოდი, არ მოველოდი რომ ესეთი გაუფასურება მოხდებოდა ლარის, მაგრამ სამნახევარზე ავიდა და ვეთით 60, 1 და 50, 57 იყო ხო საშუალოდ კურსი ამაში და ჩვენ დოლარში ქონდა მაშინ და ვითომ ამ ესეთი რისკი რო არ მოხდეს, მაგრამ რითი ვაზღობთ ჩვენ საშუალო და გრძელვადაში ლარის სტაბილურობას.
და აი უკვე გავდივართ აი ამ კონკრეტულ ინსტრუქციიდან, აი ჭიდან თოკის ამოყვანიდან ხიდან თოკის ჩამოყვანაზე, ხა მივედით უკვე აი ამ პროცესში ვართ. რა ხდება გარშემო ამ ლარიზაციის პროექტის გარდა, რომელიც ძალიან მკაცრი, ძალიან კარგი, ეროვნული ბანკი, ბედნიერება და შიფანდური სანთლები დაუნთეთ, ვერია მწყინდება იქ იმ კონკრეტულ ნაწილში. ერთ შუქი აინთოს რაღაც ოთახში, მაგრამ ეს დიდი სახლი, ბევრი ნატურა უნდა აინთოს. აქეთ რა ხდება? აქეთ გვაქვს სრულიად განულებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხარდაჭერა და დახმარება, მინიმუმზე დასული და, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არა ბანკები განულებული იქნებოდა საერთაშორისო საინვესტიციო ნაკადების შემოდინება, რაც აუცილებელია ამ ფისკალური სტაბილურობისათვის. გვაქვს ნეგატიური მიმდინარე ანგარიში, ანუ დეფიციტი გვაქვს და რომელიც გვიღრმავდება, გვაქვს სავაჭრო დეფიციტი, ანუ ჩვენი იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს და აქაც ძალიან პრობლემა, ანუ მეტი ვალუტა გვჭირდება, რომ ჩვენი ეკონომიკური მოთხოვნილებები მიკრო, საშუალო და მსხვილი და უმსხვილესი დავაკმაყოფილოთ და მეტი ვალუტა გადის და გვაქვს ესეთი ცოტა არ იყოს ესეთი უცნაურობა, იმიტომ ჩვენი რეზერვები, ჩვენი ვალუტის შემოდინება დიდწილად არის დამოკიდებული რემიტენსებზე, ანუ საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ თანხებზე და ეს როგორც ჩვენი ემიგრაცია, ამისი მთავარი აქტორი, მთავარ როლში ამ შემოდინების ასევე იყო ეს ომით გამოწვეული მიგრაციული გაზრდილი მომენტები, რაც უკვე ნელდება და ის ემიგრაცია ესეც როდესღაც რაღაცა მოუვა და ინსტიტუციური გრძელვადიანი ან საშუალო და გრძელვადიანი შემოდინება ამ ჯამურ სურათში გვაქვს შენელებული. აქ გვაქვს ლარიზაცია. მოდი ახლა ვთქვათ ეს რა პრობლემას გვიქმნის. ნაკლები ვალუტა შემოდის, აქ ლარი გაიზარდა ძალიან დიდად და ჩვენ კულტურაც არა გვაქვს მაინც და მაინც დიდი დანაზოგების გაკეთების. შეიძლება კულტურა გვაქვს და სრული გვაქვს, მაგრამ შემოსავალი არა. არა, ეკონომიკა ამ ბოლო 8 წელიწადში 50%-ზე მეტით გაიზარდა, ანუ ჩვენი ბიუჯეტი თუ იყო აქამდე რაღაცა 8 მილიარდი, ახლა არის 38 მილიარდი, 50%-ზე მეტით, მაგრამ როგორ ინკლუზიურად არის გადანაწილ ხშირად გვესმის ეს და არ ვიცი ხა ჩვენ ვერ ვატყობთ ამ იმას და კი პატარა ელიტა რომელიც უგზო-უკლოდ გამდიდრდა და უფრო ბიუროკრატიული შემოქმედია და რეალურ დოვლათს არ ქმნის, ის არ არის საერთო აქტორი. ამიტომ ეს პირველ რიგში საშუალო და გრძელვადაში ამ მოცემულობით, როცა ესე არის გაჩერებული, ჯერჯერობით ავიც ხა ირანიდან და ჩინეთიდან და რუსეთიდან თუ წამოვა დიდი ინვესტიციები, ვნახოთ ეს როგორი ეფექტის მომტანი იქნება, იმიტომ რომ ეს სამივე სანქცირებული, ორივე მნიშვნელოვნად სანქცირებული ქვეყანაა და ჩინეთის კიდევ რაღაც განმანათლებლობითი საქმიანობა ჯერჯერობით 3000 წლიან ისტორიაში არ გვინახია, გარდა იმისა, რომ შიგნით თავისთვის ცდილობს რომ გაიზარდოს და იყოს თვითყოფადი და ძლიერი. ამიტომ ეს თემა უტყავს რას? სირდება დაბანდება საკრედიტო პორტფელში, შეზღუდულია უკვე, ანუ გაყიდვები, ეს ძირითადად უტყავს იმ იპოთეკურ და სამომხმარებლო დაფინანსებას, რომელზეც დგას ჩვენი იმპორტი და იმპორტი ნაწილში როგორც სამომხმარებლო ნაწილში, ისე სამშენებლო ნაწილში ჩვენ არ ქმნით სამშენებლო ბუმი და დიდი ბიზნესების უფრო დიდი პორტფელები, რაზეც მოდის ბანკებზე, ეს არის ძირითადად ინვესტირება უძრავ ქონებაში და ესეც თბილისში და ბათუმში. ბათუმი ცალკე კიდევ სხვა თემაა, სადაც ეს ემიგრაცია, ვიღაც გაუგებარი ტიპები რატომ ყიდულობენ, როგორი გქონდა, მაგრამ იყიდება, ფენომენია და ძალიან კარგია, მაგრამ აქ კიდევ მეორეა, რომ რაღაც გაუგებარი განაშენიანება ხდება საერთოდ რაღაც გეგმა არსებობის გარეშე და მე აღმოჩნდება, რომ ვიღაცა ტიპები თურმე კორუფციაში არიან ამაში და დაიჭერენ ერთ კაცს და всё მორჩა გამო, მაგრამ უყურე რა ხდება, ეს მშენებლობა რითიც ხდება, აქაც დიდი ნაწილია იმპორტის. და ეს ყველაფერი ლარიდან გამომდინარე, შენ მე რო ხა 15 და 17%-იან სესხის აღებას აბსოლუტურად არანაირი აზრი აღარ აქვს ჩემთვის, პირობითაც რომ ვიყიდო რაღაც, იმიტომ დოლარში მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ლარში შემოსავალი დოლარში მეტნაკლებად უფრო ის რისკი მერჩივნა ამეღო ლარის კურსის, ვიდრე ეს, იმიტომ აქ გარანტირებულად 2.5-ჯერ ძვირი მიჯდება ამ სესხის აღება. გარანტირებულია, ანუ 8%-იანი დოლარის სესხისა და 15%-იანი ლარის სესხის ერთი და იგივე თანხის ამ ვალუტებში აღება 15 წლიანი პერიოდით 2.5-ჯერ ძვირი გამომდის მე ლარის შემთხვევაში ვიდრე დოლარის. ადამიანად მე ვფიქრობ, რომ ეხა 2.5 მილიონი ლარის ზემოდან გადახდა 750.000 ლარზე, მე მირჩევნია 420.000 დოლარი გადავიხადო ჯამში
იმიტომ რომ არითმეტიკულად ფსიქოლოგიური მომენტი უფრო შეიძლება ვცდები, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტი უფრო ისე, რომ 15 წლის განმავლობაში მე კიდევ იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გადასახადებს გადავიხდი, მორჩილად ვიმოქმედებ, დემოკრატიული ინსტიტუცია ეს ქვეყანა აწყობილი და დემოკრატიულად განვითარდება, უფრო მეტად ვინტეგრირდებით ევროკავშირში ამ ნაწილში და შესაძლებელი ამ 15 წლიან პერსპექტივაში ლარის აუცილებლობა არის, იმიტომ მე რომ ევროკავშირში მინდა შევიდე, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში, ასევე ეკონომიკურ ნაწილშიც მინდა შევიდე. თუ ჩვენი ხედვა არის სტრატეგია და იქ შესვლა ახლავე უნდა ვიმჯელოვეთ მაგაზე, თუ ევროზონაში გვინდა შევიდე და მაგაზე უნდა იყოს აწყობილი. სამწუხაროდ ეს ლარიზაციის პროექტი. აი ამ სტრატეგიას არც 2019 წელს და არც ახლა არ მიყვება თანმიმდევრულად. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ანალიზისთვის უკაცრავად. ნიკოლოზ ზალავიძე, ჯეოქესის წარმომადგენელი იყო ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, დაგველოდეთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით.